ვაგრძელებთ გადაცემას ძალიან საინტერესო თემით. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი ჟურნალისტის აფხაზეთის ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე საშა-ბერულავას სახელობის პრემია 2024 წელს დაწესდა. პრემიაზე რეგისტრაცია დაწყებულია. რა მიზანს ისახავს იგი და სხვა მნიშვნელოვან ამ პრემიასთან დაკავშირებულ დეტალებზე ვისაუბრებთ რამდენიმე წამში სტუმრებთან ერთად. პრინციპში სტუმრები უკვე შემოგვიერთდნენ ეკა წივწივაძე, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი და ლევან ურიდია 2024 წლის პრემიის გამარჯვებული ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი დილამშვიდობისა დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დავიწყოთ თავიდან თქვენთან გადმოვალ ამ პრემიაზე როგორ დაარსდა და საერთოდ რა მიზანს ემსახურება დეტალებზე რო ვისაუბროთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა დათმობილი საეთერო დროისთვის. სექტემბერი და განსაკუთრებით სექტემბრის ბოლო კვირა აფხაზეთიდან დევნილებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, სრულიად საქართველოსთვის ძალიან მძიმე კვირაა, მოდის 27 სექტემბერი და ამ პერიოდში ვფიქრობ კიდევ უფრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საეთერო დროის დათმობა აფხაზეთისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ალექსანდრე საშა-ბერულავა გახლავთ ის ადამიანი, ჟურნალისტი, აფხაზეთის პირველი ქართულენოვანი ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი, რომელიც 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა და ბოევიკებმა. მისი სახელის უკდავსავყოფად აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურმა ცენტრმა აფხაზეთის მთავრობასთან თანამშრომლობით და მხარდაჭერით სწორედ შექმნა ეს პრემია ჯილდოს სახით. არის წარმოდგენილი, აქვს ევკალიპტის ფორმა ამ ჯილდოს, რადგან აფხაზეთთან დაკავშირებული მცენარე არის და არის ასევე განახლების და მახსოვრობის სიმბოლო მცენარე. და ყველა გამარჯვებულს გადაეცემა ეს ჯილდო ფულად პრემიასთან ერთად. ჩვენ როგორც თქვენ აღნიშნეთ საუბრის დასაწყისში წინა წელს დავაარსეთ ეს პრემია ოჯახთან შეთანხმებით ბუნებრივია და გაიცემა ყოველწლიურად. გვინდა რომ ყოველწლიურად წელს მეორედ ვატარებთ უკვე და გაიცემა 4 ნომინაციაში. ეს არის საუკეთესო სიუჟეტი, რომელიც გადის მაუწყებელზე ან ტელეპროდუქტი, დიახ, ან სოციალურ მედიაში, ასევე საუკეთესო სტატია, ჯილდოვდება სპეციალური ჯილდოთი, ასევე სამშვიდობო ჟურნალისტიკის მიმართულებით შექმნილი მასალა და ერთი ჟურნალისტი, რომლის წარდგენის საშუალება აქვს მედია ჯგუფებს, ასევე საინიციატივო ჯგუფებს, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს აფხაზეთის თემის პოპულარიზაციას, არ დავიწყებას, მახსოვრობის შექმნას. ქალბატონო ეკა, სანამ ლევანთან გადავალთ შეკითხვის, საინტერესო როგორ ხდება რეგისტრაცია, როგორ უნდა მოხდნენ, თუ არსებობს რაიმე ოფიციალური საიტი, სადაც შევა ადამიანები და შემდეგ დარეგისტრირდება. დიახ, აფხაზია.info.com-ზე ან ჩვენს მეილს ეს ყველაფერი ბუნებრივია თქვენს ეთერში წელს პირველად ვაანონსებთ, რომ უკვე დავიწყეთ განაცხადების მიღება და ბუნებრივია მითითებული იქნება ლინკები, სადაც შეუძლიათ მასალების გამოგზავნა ჩვენს ოფიციალურ საიტზე ვიღებთ და შემდეგ უკვე სპეციალური ჟიური გადაარჩევს. 1 ნოემბრამდე მივიღებთ მასალას და ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში ვეცდებით, რომ ღონისძიება უკვე ისეთი ხარისხით ჩავატარეთ, როგორც იყო წინა წელს და კიდევ უფრო უკეთესად. ჩვენ გვინდოდა, რომ 11 ნოემბერს არის ბატონი ალექსანდრის დაბადების დღე, წინა წელს დავამთხვიეთ იუბილეს, წელსაც გვინდოდა, თუმცა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები იმართება ამ პერიოდის განმავლობაში და წელს ცოტა გადავწევთ ალბათ დაჯილდოების თარიღს. აი, მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ აუცილებლად პროფესიით ჟურნალისტი უნდა იყოს ადამიანი. მთავარი კრიტერიუმი არის მასალა უნდა იყოს აფხაზეთის თემატიკაზე, თუ ეს სამშვიდობო მიმართულებას არ ეხება, აფხაზეთზე უნდა იყოს სიღრმისეულად, ეთიკურად მომზადებული, ხელს უნდა უწყობდეს კონფლიქტის, როგორ ვთქვა, კონფლიქტით დაშორებული საზოგადოების დაახლოებას, არ უნდა აღრმავებდეს კონფლიქტს პირიქით და რაც თავარია ეთიკურად უნდა იყოს შექმნილი, რაც ჟურნალისტიკის ნებისმიერ სიუჟეტს ახლავს, ხო? ობიექტურობა, სიზუსტე, ასე შემდეგ ეს პრინციპები იქნება გათვალისწინებული. კომისიას აქვს თავისი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდება ყველა მასალის შეფასება. კი ბატონო, და გადავიდეთ ლევანთან, რომელიც გასული წლის პრემიის
მოგვიყევი იმ სტატიის შესახებ ჩვენ ვისაუბრებთ, თუმცა ეხლა საინტერესო იქნება ალბათ განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხლა უნდა დარეგისტრირდეს და მიიღოს მონაწილეობა ამ ყველაფერში. შენი გამოცდილება გაგვიზიარე ამ ჯილდოსთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მივესალმებით დილის ტალღის მაყურებელს. კი, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პრემია არის, როგორც ქალბატონი კამაღნიშნა პირველად გამოცხადდა შარშანას პრემია და რაღაცა ძალიან იყო ჩემი სურვილით, რომ მიმიღო მონაწილეობა არა მარტო ჟურნალისტი და არა მარტო ჩემი ნაშრომის გამო, არამედ იმის გამო, რომ მე თვითონ ემოციური ბმა მაქვს აფხაზეთთან, იმიტომ რომ მე თვითონ დევნილი ვარ აფხაზეთიდან, იქ დავიბადე და რაღაცა ის ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო. ჩემი თემა იყო ესეთი, მე გავაკეთე მულტიმედია პროდუქტი, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების თანაცხოვრების პერსპექტივები, მშვიდობის გზა ესე ერქვა. აი როგორ გვესახება ჩვენ ქართულ მხარეს ენგურს გამოგომცხოვრებ ახალგაზრდებს, იმ დევნილ ახალგაზრდებს, რომლებიც აქ დავიბადეთ, ან თუნდაც აფხაზეთში, მაგრამ ცხოვრობთ აქ კონფლიქტის შემდგომ და ასევე მათ როგორ ესახება ჩვენთან ურთიერთობა. სხვათა შორის ჩემი სტატიაში იყო აფხაზი გოგონაც. თქმა უნდა, არ იყო მისი ვინაობა გაჟღერებული მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა მქონდა კომუნიკაცია და ვერ ვიტყვი ესეც ცალსახად, მათ არ უნდათ ურთიერთობა ჩვენთან, ისინი ვერ ხედავენ, რაღაც ამბობენ ისე, რომ აი ომის მერე ახალი თაობა გაიზარდა, მათ დაავიწყდათ ყველაფერი თითქოს და ისინი ძალიან დიდი პროპაგანდის ქვეშ იზრდებიან. კი, შეიძლება არის ესეც, მაგრამ ჩემი გმირი ამ შემთხვევაში მე ვინც ნახე, ვისაც გავესაუბრე, მას არ აქვს ეს ბარიერები, უბრალოდ მან მისი უსაფრთხოების გამო და ჩვენი ჟურნალისტური ეთიკიდან გამომდინარე, თხოვეთ რომ დაგვებლა რა, არ გვეთქვა მისი ვინაობა, თუმცა არის სურვილი, ნაჭრაშიც ნამყოფი არის და საკუთარ დღეს უკვე აფხაზეთში ცხოვრობს. მგონია და იცი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პრემიის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ დღეს და მადლობა მინდა ქალბატონიკას უთხრა ამისთვის, რომ დღეს აფხაზეთზე ძალიან ცოტა იწერება, ძალიან ცოტა საუბრობენ და რაღაცა მგონია არავის არ მიავიწყდა, მაგრამ არ წერენ, არც ჟურნალისტები არ წერენ, არც ბლოგერები არ წერენ, უფრო აქტიურად. მე მგონია რაღაც სიფრთხილის დასტურია უფრო ვიდრე დაიწყების. სწორედ ეს არის ამ პრემიის მიზანი, რომ მშვიდობის ჟურნალისტიკა უნდა ვაკეთოთ, ეთიკური სტანდარტებით, ჩარჩოებით და მე მგონია რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა არის ნებისმიერი მედიის წარმომადგენლისთვის და ასევე სხვა ადამიანებისთვის უნდა რეალურად მიიღოს ეს პრემია. აი ქალბატონიკას მინდა ვკითხო, რამდენად არის შესაძლებელი, რომ აი თავად აფხაზეთში მცხოვრებმა ადამიანებმა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა და ეს მხოლოდ ძალიან შორეული. მე ვისურვებდი, რომ ახლო მომავლის პერსპექტივა იყოს, მაგრამ ამაზე ჯერ ოცნებასაც ვერ ვბედავთ, იმიტომ რომ ეს თუ იქედან დაიწყებენ სამშვიდობო ჟურნალისტიკის მიმართულებით მასალების გაკეთებას, რომელიც ამ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, ჩათვალეთ, რომ ჩვენ აფხაზეთში დაუბრუნდით უკვე. ლევანმა სწორედ აღნიშნა, სამწუხაროდ აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით მასალები სულ უფრო და უფრო იკლებს მედიაში. აი სექტემბრის ბოლო კვირას ცოცხლდება თითქოს ეს პროცესი და ნიუსების აფხაზეთის მთავრობის აქტივობების შესახებ ხვდებით ხოლმე ძირითადად მედიაში სხვადასხვა სახის რეპორტაჟ თუ სიუჟეტს. მე ვისურვებდი, რომ ჟურნალისტებმა თვითონ გააკეთონ აქცენტი ამ თემაზე, თვითონ იპოვონ რესპონდენტები, თვითონ იპოვონ ხელშესახები წერტილები და ამაზე ააგონ სიუჟეტები თუ რეპორტაჟები, თავიანთი ჩარტები თუ ბლოგები. პრემიას ორი მიზანი აქვს. ერთი ის, რომ არ დავივიწყოთ ადამიანი, რომელმაც თავის პროფესიას, თავის სიცოცხლეს შესწირა სამშობლოს და უერთგულა ბოლომდე თავის პროფესიას და მეორე მიზანი სწორედ ეს არის, რომ წავახალისოთ მედიაში მეტი ეთიკური ჟურნალისტური პროექტი, რომელიც აფხაზეთის თემის არ დავიწყებას ემსახურება. აი ამ ნამუშევრების თქვათ გაცნობის საშუალება თუ აქვს რიგით მოქალაქეებს და სად შეიძლება რომ აი ამ თუნდაც ყველა მასალა, გამარჯვებული მასალები ბუნებრივია, გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებგვერდზე, სოციალური ქსელით, ყველა პლატფორმაზე არის აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი წარმოდგენილი და მე სხვადასხვა ეთერითაც ვცდილობთ მაქსიმალური პოპულარიზაცია მოვახდინოთ ამ მედია პროდუქტს. კი ბატონო ლევან, რაიმე სხვა დავამატებ და უნდა დავასრულო. დავამატებ იმას, რომ მსგავსი პრემია როგორც აღნიშნე არის პირველი და მე მგონია რომ აი სხვათა შორის შარშან პირველად იყო ეს და არ ვიცი რამდენი დიდი გამოხმაურება ქონდა, თუმცა როცა უკვე მოხდა დაჯილდოება, როცა გავიდა ეთერში ეს მასალა, შემდეგ ძალიან ბევრი დაგვიკავშირდა, ჩვენს რედაქციაშიც იყო ესეთი შემთხვევა, რომ დააინტერესდათ, რომ უშუალოდ შეეტანათ და მიიღოთ მონაწილეობა და მოკლედ
მე მინდა პირველ რიგში მადლობა უთხრა ქალბატონეკას, აფხაზეთის ანალიტიკური ცენტრს, მადლობა მინდა უთხრა ჩემ რესპონდენტებს, იმიტომ რომ ვომარა ისინი ეს სტატია არ გამოვიდოდა ესეთი და მადლობა საზოგადოებამ აუწყაბოს. კი ბატონო, და კიდევ ერთხელ დავაანონსოთ დეკემბერში გამოვლინდება. ნოემბრამდე იქნება, 1 ნოემბრამდე მივიღებთ მასალებს და ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში იქნება დაჯილდოება ერთსაც ვიტყვი. ლევანი იყო ის რესპონდენტი და გამარჯვებული, რომელმაც დიდი თაიგული ევკალიპტი ჩამოგვიტანა ღონისძიებაზე აჭარიდან და ძალიან გაალამაზა ეს ღონისძიება და ვისურვებდი, რომ აჭარიდანაც ჟურნალისტებმა მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში, რადგან აქედან აფხაზეთი კიდევ უფრო ახლოსა. კი, დიდი მადლობა ეკა წივწივაძე, აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი და ლევან ურიდია, ჟურნალისტი 2024 წლის პრემიის გამარჯვებული იყვნენ ჩვენი სტუმრები.